საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დასრულებულია. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთში საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა. გუშინ კი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა. სწორედ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იყო გუშინ მიხეილ ყაველაშვილის მასპინძელი. თურქეთის პრეზიდენტმა დღეს ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწვეს საქართველოს დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტს და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ესეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას. გუშინ მქონდა მაღალი დონის შეხვედრა, როგორც მოგახსენეთ, თურქეთის პრეზიდენტთან. პირველ რიგში არის ხაზგასასმელი ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია ორ ქვეყანას შორის, თურქეთ და საქართველოს შორის, მე იმედს მაძლევს, დღეს კიდევ უფრო მეტად გამიყარა რწმენა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება და განგრძობას მიიღებს. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. მთავარი თემა არის პოლიტიკური შეხედულებები, ის რომ ორივე ქვეყანა ძალიან დაინტერესებული ვიყავით მშვიდობიანი წიაღსულებით ამ რეგიონში. იცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების თანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია ამ შერიგების პროცესში. ჩვენც მუდმივად მონაწილეობდით თუნდაც აზერბაიჯანი სომხეთის თემაში და ამას ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდება. თავად თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულის არის თურქეთის და საქართველოში. რა გვაქვს ერთიანი ხედვები, რომ მან მომილოცეს და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ხანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიმტკიცე, ბატონ ერდოღანის და მისი ქვეყნის პატივისცემა, ტრადიციების მიმართ, მშვიდობის მიმართ, იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მან მადლობაც გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას, სახელმწიფოს ხელისუფლებას იმ ძალიან კარგი პოზიციისთვის, როგორც პოზიციონირებს დღეს საქართველოს. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი იმისათვის, რომ მომავალში საქართველოს თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. მან შეაქო ჩვენი ხელისუფლება იმისათვის, რომ მიუხედავად გარე ზეწოლებისა, ჩვენ დავიცავით ეროვნული ინტერესები, რაც ერთ-ერთი ძალიან მყარი და მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რეგიონის ლიდერისაგან, რომელიც პირველი უპირატესობა არის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხაზის გასმა საქართველოს როლზე რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. ჩვენ შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, მათ შორის ხალხთა შორის ურთიერთობის კუთხით და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ტიპის ლიდერებისაგან, რომლებიც ორიენტირებულები არიან პირველ რიგში მშვიდობის უზრუნველყოფაზე და იმ ხელისუფლების გარანტად, რაც რეგიონში არსებობს, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა ექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ ლედის, თურქეთის პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას სახელწოდებით ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმალიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქ კოლეგებთან ერთად შეტარებული მოქმედებების შედეგად 12 ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულირების საფუძველზე იძებნებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი
სისხლისამართლებრივი პროცედურები. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცელსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვასა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. პირველ რიგში მივესალმები ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე წარმატებულ ოპერაციაში მონაწილე ყველა კოლეგას. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სრულიად პოლიციის სახელით მადლობას გიხდით ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება მორფინის უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება უპრენორფინი, რომელსაც ბრალდებულები მართსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ არის საუბარი. ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია ქართული ოცნების მიმართ, საუბარია ძალადობაზე, საუბარია მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს მეგობარი აქტის მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ჩვენ მივესალმებით დიახ იმ ცდელობას, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს მსგავსი ანგარიშები და ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, ამ მხრივ არის ბევრად გაუმჯობესებული და ბევრად უკეთესი ანგარიში წინა წლებთან შედარებით. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ არაერთი მონაკვეთი, არაერთი კომპონენტი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ აღქმებს და შთაბეჭდილებებს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფაქტებზე, ფაქტების საფუძველზე და ფაქტების საფუძველზე გააკეთონ შეფასებები და ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობაზე. ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზუაკი ავრცელებს. დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ იმ იურიდიულ თუ პოლიტიკურ ვალდებულებას, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ევროკავშირთან, არა როგორც დამოუკიდებლად პოლიტიკურ პარტიას, არამედ როგორც ხელისუფლების მიმტაცებელს, ის არ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, არც ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში არ შეასრულებს არც ერთ იმ ვალდებულებას. აუცილებელია, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გააუქმოს ყველა ის რუსული კანონი, რომელიც მიღებული იქნა გასული წლის მანძილზე, რაც ზღუდავს საქართველოში პოლიტიკურ და ადამიანის უფლებებს და მე მაინტერესებს, რომ დღეს ვკითხო
არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. რა კავშირში შეიძლება იყოს მაგალითად ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კანონი ვიზა ლიბერალიზაციას? არ ვიცი, ეს არის ალბათ მოსაზრება, ეს არის რასაც ბოლო ხავსი, რასაც ეკიდება სახელმწიფო პროპაგანდა, თითქოს დასავლეთი არის გარყვნილი და თავაზობს გარყვნილებას, ხო ამას ალაპარაკობთ ყოველდღე. კავშირი რა არის? კავშირს გეტყვი პირდაპირ, უამრავი განცხადება ვნახე. ევროპის იმ ადამიანების მაღალჩინოსნების პირდაპირ გაკეთებული, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და ამ საკითხს შორის არანაირი პირდაპირ არ არსებობს. ეს თქვენ გინდათ რომ დააკავშიროთ. ობიექტური შეფასებით ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი საფრთხე, კითხვის ნიშანი არ უდგას და არ ემუქრება, გამოიყენება ეს საკითხი მოსახლეობაზე შანტაჟის მიზნით და მათი არჩევნებზე, მათი თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. თუ რა თქმა უნდა ბრიუსელის ბიუროკრატიას აქვს იმისი სურვილი, რომ ვიზა ლიბერალიზაციის ნაცვლად ის ფასი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ვიზა ლიბერალიზაციას, ეს ფასი იყოს მათი შესაძლებლობა რომ LGBT პროპაგანდა აწარმოონ ჩაერიონში და საქმეებში შავი ფული ატრიალონ პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო, რომ ამ საკითხით манипуляცია და შანტაჟი არ გამოვა. თუ ვინმე ცდილობს რომ არჩევნებს დაუკავშიროს ბრიუსელიდან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ კარგად უნდა იცოდნენ წესით მათ, რომ ყველა ის კანონი რომელიც მიღებულია ქართული ოცნების მხრიდან და განსაკუთრებით ეს კანონები არის საზოგადოების დაკვეთა. და არაერთხელ გვითხოვს მათთვის და გავმეორდებით, რომ ვერაფრით ვერ აუხსნიან ქართველ ერს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ღირებულებები, ფასეულობები გადიოდეს გაუმჭრვალეობაზე და გადიოდეს ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო LGBT თემის პროპაგანდის დათესვაზე ქვეყანაში. სრულიად ამორალური მოთხოვნა, სრულიად აცდენილი და ყველაზე მთავარი, აცდენილი რეალურად იმ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს